სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. და ეს სესია დასასრულს უახლოვდება, რომელიც ჩაწერილია 1992 წლის 14 აპრილს. შემდეგ კითხვა ძალიან ესეთი სპეციფიურია, სიმართლე გითხრათ. მე არ მომსვლია თავში ესეთი კითხვა და ცოტა არეულადაც სვავს, არ ვიცი რატომ ეს დამსმელი სახელს არ ასახელებს და ძალიან ცოტათი ეტყობა კიდევაც რომ დაბნეული არის. მე შევეცადებ რომ გამეწმინდა, გასაგები რომ გამხდარიყო ეს კითხვა და ის რას ამ პიროვნებას აინტერესებს და მომეტანა თქვენამდე. გამარჯობა ჯონ, მე მაქვს მილიონი კითხვა, მაგრამ ერთზე შევჩერდები. რა ემართება ადამიანს, ან რა მოხდება მაშინ, როდესაც მორწმუნე ადამიანს ცოდვისაკენ უბიძგებს, ან ცოდვას ჩაადენინებს. კიდევ ერთხელ გამიმეორეთ თუ შეიძლება და დაკითხვის დამსველი ისევ აგრძელებს. რა მოხდება მაშინ, თუ მორწმუნოს ცოდვას ჩაადენინებს? ცოდვას? დიახ, რომ ისინი მაგალითად ერთსად ცოდავენ. რა ძალა აქვს და რა მკაცრი იქნება უფლის სასჯელი ურწმუნოზე, უკაცრავად ბოდიშით თვითონ იხდის ბოდიში და მე არა, იმიტომ დაბნეულია პიროვნება, მორწმუნეს გულისხმობ, მორწმუნისადმი რამ იქნება სასჯელი. ჯონი პასუხობს. ჩვენ უნდა ერთი გავიგოთ, რომ მორწმუნე არასოდეს კარგავს თავის ხსნას. ეს მარადიული სიცოცხლე, ასე არ არის? და რას ნიშნავს მარადიული? სამუდამოდ, მარადიულად პასუხობს კითხვის დამსველი. დიახ, ასე რომ ამაზე ჩვენ გავეცით პასუხი, რომ ნებისმიერი ცოდა, რომელსაც მორწმუნე ჩაიდენს, თუ ის ნამდვილი ჭეშმარიტი მორწმუნეა, ის არ კარგავს ხსნას. და დავითის მაგალითი ამისი კარგი დადასტურებაა. იმიტომ რომ ის აუცილებლად მოინანიებს, ხო? და ღმერთი მას პატიოს. ის არ კარგავს ხსნას. ხო მართალია? და რა ხდება მაშინ და როგორია სასჯელი, როცა ქრისტიანი არაქრისტიანს ცოდვისაკენ უბიძგებს? ჟის თუ არა მას ღმერთი და როგორ ხდება ეს? ეს არის ის, რაცაც თქვენ იკითხეთ? დიახ, რამდენად მკაცრი იქნება სასჯელი? ნომერ პირველი, ის ისეთივე მკაცრი იქნება, როგორიც ეს ღმერთს სურს. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოველთვის იქნება სხვადასხვა, ერთი და იგივე ეს არ იქნება. იმის და მიხედვით, რამდენჯერ არის ჩადენილი ან როგორ იქცევა ეს პიროვნება. არის შემთხვევები, როცა ღმერთი სასტიკად გსჯის ცოდვის გამო, მაგრამ ზოგჯერ ის არ აკეთებს ამას. ესეც მის მადლზეა დამოკიდებული. ანუ ეს ღმერთზეა დამოკიდებული. იმის და მიხედვით, თუ რა გაკვეთილების სწავლება სურს მას ჩვენთვის და რას მოგცემს ეს ჩვენ. და აუდიტორიდან კითხვის დამსველი აგრძელებს. მაგრამ ეს განა არ აგავს ღმერთის შეურაცხყოფას? ეს არ არის შეურაცხყოფის გავსი. ხო, მე ჩავიდინე და წავალ მოვინანიებ და გავაგრძელებ ისევ ცოდვის ჩადენას. ნებისმიერი წვრილმანის გამო. და ჯონი პასუხობს. დიახ, მაგრამ ნახეთ, თუ თქვენ გაქვთ ესეთი დამოკიდებულება, მაშინ თქვენ ამტკიცებთ, რომ თქვენ ნამდვილად არ ახართ ხელახლა დაბადებული. თქვენ არ ახართ მორწმუნე. უბრალოდ თქვენ ევაჭრებით ღმერთს ამ სავარაუდო წყალობით. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ მაშინ ქრისტიანი ყოფილიყართ დასაწყისშიც. შესაძლოა, რომ მორწმუნემ ურწმუნოსთან ერთად შესწოდოს და აცდუნოს კიდევაც. მე გულისხმობ მაგალითად, მორწმუნე ახალგაზრდა შეუძლია წაიყვანოს ურწმუნო, რომელსაც არ აწამს არაქრისტიანი გოგონა და ცოდვაში ჩააყოფინოს, ხომ? იცით, ხომ? არაქრისტიანს. ან მორწმუნე ქრისტიანი შეიძლება მას ყავდეს ბიზნეს პარტნიორი და მას შეიძლება რომ აიძულოს თავისი ბიზნეს პარტნიორი, რომელიც არ არის ქრისტიანი, გააკეთებინოს ისეთი რამ, რაც არის ბოროტება და კანონდარღვევა. და ეს ძალიან შესაძლებელია. მე უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ღმერთი არ სჯის, არ წვრთნის არაქრისტიანებს. ამაზე დიდი წერტილი უნდა დაუსვათ. იცით ხომ რატო? ის არ აყალიბებს ქრისტიანს. მის ქცევებზე ის არ
არაქრისტიანზე ღმერთი არ ზრუნავს, რომ მისი ქცევები შეასრულოს. მაშინ რას ვიღებთ რა? არა ჩამოყალიბებულ არაქრისტიანს, ხო? ეს გავს რაღაცას, რაც ანიმდასვა წინასე, რომ არაქრისტიანი ჩვენ ვიცით, რომ მაინც აპირებს იმ ყველა სამჟავროს გავლას და თეთრი ტახტის წინაშე წარსდგომას. ამიტომაც რომაელთა წერილის მეორე თავში ნათქვამია, რომ ღმერთი მათზე რისხვას აგროვებს. ურწმუნოთათვის ეს რისხვა გროვდება. და იმ დღეს, როცა მოვა ეს რისხვა, მათ დაატყდებათ ერთბაშად. ამიტომაც არის ჩვენ რომ ხედავთ ირგვლივ, რომ ამდენი დაუსჯელი ადამიანი დაიარება და ცოდვას ჩადის. მაგრამ ჩვენ უფალი მორწმუნეებს გვსჯის, როგორც ვილაპარაკეთ წინა კითხვაზე და გვწვრთნის, რათა ჩვენი ქცევები შეცვალოს და სრულყოს. განწმენდის პროცესი ქვია ამას. და თუ ქრისტიანი აიძულებს არაქრისტიანს ჩოდვაში ჩავარდეს, ფიქრობ, რომ უფალი მას აუცილებლად დაჟის. მაგრამ ეს უფლის გადასაწყვეტი იქნება და არ არსებობს რაიმე იმის ცოდნა, თუ როგორ გააკეთებს ამას უფალი. რა ფორმით, რა სახით. და აუდიტორიიდან ისევ აგრძელებს. მე ფიქრობ და მაინტერესებდა, სიკვდილითაც შეიძლება რომ ღმერთმა დასაჯოს ესეთი ადამიანი? ჯონი ბაუნება, რისთვის გააჩნია რისთვის? და აუდიტორია, რომ მორწმუნე სიკვდილითაც დასაჯოს ღმერთმა, როცა ის აცდუნებს არარწმუნს. დიახ, რა თქმა უნდა, თუ უფალი აირჩევს ამის გაკეთებას, მას შეუძლია რომ ეს გააკეთოს. გმადლობთ პასუხისათვის.